აქციებზე მომუშავე ძალოვანების გამოსაკვებად ვახტანგ გომელაურმა საჯარო ტენდერის გზით ვერც ერთი კომპანია მოიწია. კიდევ ერთი 300,000 ლარიანი კონკურსი ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ჩაიშალა. ოფიციალური დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ ერთადერთმა კონკურსანტმა კომპანიამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, ცემა დაკავების პროცესში მონაწილე პატრულისა და სპეცრაზმისთვის ლანჩბოქსების გამზადება ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ჩაშლილი სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ძალოვანი უწყება აქციებზე მომუშავე პოლიციას ყველიანი და ლორიანი სენდვიჩით, შოკოლადით და გამაგრილებელი სასმელით კვებავს. ყველაზე მსუყე ლანჩბოქსის ღირებულებად 11 ლარი და 95 თეთრია მითითებული. გომელაურს გადაწყვეტილი ჰქონდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქუჩაში დაბანაკებულ ძალოვანებს მთელი 2025 წლის განმავლობაში სასურველ დროსა და ადგილზე მომსახურებოდა. კომპანია Hospitals Catering Systems ყველა პირობის შესრულებას დათანხმდა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების მომენტში საბანკო გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღარ წარადგინა და ტენდერი ჩაშალა სავარაუდოდ შეგნებულად. წარსადგენი იყო მხოლოდ ერთადერთი დოკუმენტაცია, ეს იყო 15,000 ლარის გარანტია, რომელიც სინაურიძის კომპანიებს ნამდვილად არ უჭირთ. ანუ თანხობრივად ამის პრობლემა ნამდვილად არ იდგა დღის წესრიგში. აქაც იმუშავა საზოგადოებრივმა აზრმა სასიკეთოდ და ამ კომპანიამ სავარაუდოდ ნახა გამოსაზრომი ტექნიკური საშუალება, რომ ეს გარანტია უბრალოდ არ წარედგინა და არ წარდგენის შემთხვევაში მიიღო დისკვალიფიკაცია. კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც საჯარო ტენდერის გზით ძალოვან უწყებასთან თანამშრომლობა გადაიფიქრა, ექიმი ზაზა სინაურიძეა. უცნობია, გაგრძელდა თუ არა მოლაპარაკებები სხვა ფორმატში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით ვახტანგ გომელაურმა უკვე ნაცად მეთოდს მიმართა და საკვები პირდაპირი შესყიდვის გზით იყიდა. ვისგან ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებს, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯარო უნდა იყოს. ორი მომენტის გამო იმალება ეს ხელშეკრულებები. ერთი ეს არის კორუფცია და ფულის შოვნის დაუოკებელი სურვილი, რომელიც ყველა ტენდერში, ყველა ხელშეკრულებაში იკითხება ქართული ოცნების პირობებში და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოების უმკაცრესი და უმძიმესი რეაქცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ ბიზნესი ფულს შოულობს ბიუჯეტიდან, ამ საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებიდან იმის ხარჯზე, რომ თანამოქალაქეებს ვიღაცა დანაშაულებრივად თავს ესტმის მის ჯანმრთელობას აზიანებს და რაც თავარია აფერხებს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, განვითარებას და დასავლეთისკენ წასვლას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მეორე საჯარო ტენდერი ჩაიშალა. უწყვეტი აქციის პირველივე დღეს, ანუ 28 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი არც კი შედგა, რადგან მასში მონაწილეობა საერთოდ არავინ ისურვა. ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ყველა თეთრი, რომელიც ბიუჯეტიდან, ანუ თითოეული მოქალაქის ჯიბიდან, მოქალაქეებზე მოძალადე პატრულის, კრიმინალური პოლიციის თუ სპეცრაზმის გამოყვებაში იხარჯება, პარტიული ინტერესისთვის გაფლანგული ფულია. მას შემდეგ რაც გომელაურის სანქცირებული გომელაურის ხარჯების ანაზღაურებაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე, ბიუჯეტიდან რაც აბსოლუტურად უკანონო და გაუგონარია, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება სხვა დანარჩენზე საუბარი და მთავარი არის ხელახალი არჩევნები, რითიც ქვეყანას კონსტიტუციურ და კანონიერ სივრცეში დავაბრუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო ძვირის გადახდა მოუწევს ქვეყანას და ხალხს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით 26 ოქტომბრის შემდეგ ქუჩებში მომუშავე ძალოვანების კვებაში უკვე 1,400,000 ლარზე მეტია დახარჯული.